მოგესალმებით, მე ვარ თამარ თეზელაშვილი, აგროსფეროს ბოსტნეული სათესლე მასალის პროდუქტ მენეჯერი. დღეს ვიმყოფებით აფენში, სოფელ ჭაბუკიანში, აგროსფეროს სადემონსტრაციო სადგურში, სადაც წარმოდგენილი გქონდა სლაისერის ტიპის კიტრი, ლუქსელი და ბოსკო ჰოლანდიური კომპანია ნუნემსის. დღეს გვყავდნენ ფერმერები, რომლებიც დაინტერესებული არიან კიტრის კულტურით და არა მარტო. დავათვალიერებინეთ ჩვენი სადგური და გავაცანეთ თითოეული მათგანი. მინდა გითხრათ, რომ ლუქსელმა და ბოსკომ დაიმსახურა ყველაზე დიდი მოწონება, გამომდინარე იქიდან, რომ ორივე არის გენერაციული ტიპის მცენარე, რაც იმას ნიშნავს, რომ ვეგეტაცია შეიძლება გავახანგრძლივოთ საკმაოდ დიდ ხანს, საკმაოდ გამძლე დაავადებების და მავნებლების მიმართ, ღერო სწორმდგომი, სუფთა ფოთოლი, საოცარი ნაყოფები. მინდა გითხრათ, რომ ყველა ჰიბრიდი დათესილია 12 მარტს, მათი გადატანა მოხდა 3 აპრილს და შემდგომ 2 მაისიდან 7 მაისის ჩათვლით დაიწყო ყვავილობა. ჩვენმა ჰიბრიდებმა ყველას დაასწრეს, ასე ვთქვათ, დაიწყო ყვავილობა 2 მაისს. პირველი, ასე ვთქვათ, მოსავლის აღება დავიწყეთ 16 მაისს და დღემდე 11 ივნისამდე უკვე გვაქვს 16 კრეფა, რაც ვფიქრობ ძალიან კარგი მაჩვენებელია. ჩვენმა ფერმერებმა აარჩიეს თავიანთი ფავორიტები, გეგმავენ მეორე როტაციაში, როგორც ღია, ასევე დახურულ გრუნტში, დათესონ ჩვენი ჰიბრიდები. გამარჯობა, მე ვარ გიორგი ბეჟიაშვილი. საგარეჯოში მაქვს სათბურები. უკვე მე-4 წელია ამ საქმიანობით ვარ დაკავებული, მომყავს როგორც კიტრი, ასევე პომიდორი. და დღეს ჩამოვედით აფენში და მინდა გავსინჯო აგროსფეროს სათესლე მასალიდან, ამ შემთხვევაში კიტრის სათესლე მასალის ჩვენებაზე ვართ მოსულები და ჩემი მოწონება დაიმსახურა ბოსკოს ჯიშმა, ამ სახელწოდებით და ლუქსელი მომეწონა კიდევ ძალიან რა. ალბათ ვცდი ამ სეზონისთვის უკვე ამ სათესლე მასალებს. მწვანე მასა ბოსკოსი ძალიან მომწონს, ნაყოფით საკმაოდ მოზრდილი არის და დაავადებების მხრივაც, როგორც ვხედავთ, საკმაოდ მდგრადი არის რა და დანარჩენს უკვე პრაქტიკა ვაჩვენებს რა. მე ყოველთვის ფუნგიციდებს და ინსექტიციდებს ხმარობ აგროსფეროს პროდუქციას, რითაც ძალიან კმაყოფილი ვარ და სათესლე მასალას დარწმუნებული ვარ, რომ კარგი ექნება და მე ყველა ფერმერს ვურჩევ, რომ აგროსფეროს პროდუქცია გამოიყენონ, თუნდაც რომ მოსავალი კარგი გქონდეთ და შედეგი რა თქმა უნდა ექნება. რა ვიცი, ჩემ გამოცდილებაში ყოველ შემთხვევაში უკმაყოფილო აგროსფეროს პროდუქტს არ ყოფილი ვარ ჯერ. გამარჯობა, მე ვქვია ვალენტინა, ვარ აგროსფეროს აგრონომი. ახლა ვიმყოფებით ლაგოდეხში, აფენში, ჩვენ სადემონსტრაციო სადგურში. გვინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი ჰიბრიდები, ლუქსელი და ბოსკო, რომლებმაც ძალიან კარგი შედეგი აჩვენეს. გაზაფხული მარტივი არ ყოფილა, ძალიან არასტაბილური და ცივი იყო. სადგურში ჩითილები 3 აპრილს გადავდგეთ და დღის მდგომარეობით კიტრი უკვე 16 ჯერ მოვყრიბეთ. მინდა ასევე ვთქვა, რომ ამ სადგურში კიტრის მოყვანისას ტემპერატურა 0 გრადუსამდეც კი ეცემოდა. ეს არის კრიტიკული ტემპერატურა, თუმცა ყველაფერი შევძელით. გადარგვისას გამოვიყენეთ ბონაბუსტი ფესვებში, აგრეთვე კორენოროსტი, ზრდის ფაზაში სტიმულატორებად ვიყენებდით ლუქსალ ამინოსა და ატონიქს. ასევე გამოვიყენეთ ფრუტრელი, რომელიც ძალიან კარგი ბიოსტიმულატორია. ფოთლიდან დაცვას რაც შეეხება, თავადაც ძალიან კარგად ხედავთ, როგორი სუფთა ფოთოლი და კარგად გამოიყურება. არანაირი მავნებლის თუ დაავადების კვალი არ აქვს. ფოთლის დამუშავებისას გამოვიყენეთ არმეთილკომბი, ობერონ რაპიდი, კონფიდორი, ასევე გამოყვებისთვის გამოვიყენეთ ვიტამინები, კერძოდ კი სუპერამინო. იმისთვის, რომ დაგვესტიმულირებინა მცენარე და რაც შეიძლება სწრაფად მიგვეღო მოსავალი.
გვქონდა აგრეთვე პერონოსპოროზი, იგივე ჭრაქი, რის წინააღმდეგაც გამოვიყენეთ ინფინიტო პლუს ლუნა მაქსი, რითაც ის გავაჩერეთ. ამინდის მკვეთრი ცვლილებისა და ტემპერატურული კრევების გამო კვლავ მოგვიწია პერონოსპოროსთან ბრძოლა. ახლა უკვე ალიეთთან და პრევიკულთან ერთად, რამაც სტოპ ეფექტი გამოიწვია. ამ ყველაფრის მეშვეობით კი მივიღეთ ძალიან კარგი შედეგები და პროდუქტი.